მესამე აგრესიული კოდი ეს არის 7-იანი, ნებისმიერ დაბადებული ნებისმიერი თვის 7 და 16 რიცხვში, ასევე მე-7 თვეს. ისინი არიან ძალიან დომინანტები ხასიათით, კონტროლიორები, ძალიან რთულია მათი ნდობა დაიმსახურო. თავიანთი ბუნებით ისინი არიან ნამდვილი შერლოკ ჰოლმსი, თუ რაღაცაში ეჭვი შეეპარათ, სანამ სიმართლეს არ გამოარკვევენ და ძირფესვიან არ ამოთხრიან, ვერ მოისვენებენ და თუ თქვენში ერთხელ მაინც ეჭვი შეეპარათ, მეორედ მისგან შანსი არ უნდა გქონდეთ, რომ ის თქვენ გაპატიებთ, ეს 7-იანს ძალიან უჭირს. ერთიანისგან და 4-იანისგან განსხვავებით ის შეიძლება დილით კარგ ხასიათზე იყოს, საღამოც ცუდ ხასიათზე, მისი ხასიათი ძალიან ცვალებადია, ამიტომ როდის აფეთქდება, არავინ არ იცის. 4-იანისგან თუ უნდა ელოდე, რომ მაგალითად მას მძიმე ხასიათი აქვს და მისი ქმედებები შეიძლება განსაზღვრო, 7-იანის ქმედებებს ვერანაირად ვერ განსაზღვრავ და 7-იანისგან განსხვავებით 16 ეს ძალიან დამანგრეველი ენერგიაა და შეუძლია 2 წუთში დაანგრიოს ის, რასაც დიდი ხნის მანძილზე აშენებდა. საერთოდ ის მიდრეკილია თვითანალიზისკენ, ძალიან ხშირად იკეტება საკუთარ თავში, არ აქვს ადამიანების მიმართ ნდობა, ემოციურად ცივია. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ სამყარო სამწუხაროდ ისე ეწყობა, რომ 7-იანი ძალიან ხშირ შემთხვევაში იზრდება ისეთ გარემოში, სადაც ემოციურად სიცივია, მშობლები შეიძლება იყვნენ დისტანციურები, ცივები და 7-იანი ვერ გრძნობდა მათგან ემოციურ სიახლოვეს, ვერ გრძნობდა მათ თანადგომას და ამიტომ, როდესაც ზრდასრულ ასაკში აღწევს ის მას არავის იმედი არ აქვს, მხოლოდ საკუთარი თავის და ხშირად, როდესაც პრობლემა აქვს, ამაზე არ საუბრობს, იკეტება თავის თავში და მერე ისე ხდება, რომ ის ხდება დამოკიდებული. სამწუხაროდ კლიენტების 90%, ვისაც ურთიერთობა აქვს 7-იანთან, იტანჯებიან მათი დამოკიდებულებებით. ეს შეიძლება იყოს თამაში, ეს შეიძლება იყოს ნარკოტიკები, ეს შეიძლება იყოს ალკოჰოლი და ასე შემდეგ. ანუ ძალიან გადაწევს ცუდ მხარეს 7-იანს და თუ ის ცუდ თვისებებისკენ წავიდა, მერე მისი შემოbrunება ძალიან რთულია. და სხვათა შორის ერთადერთი გამოსავალი, რაც მათ ყოველთვის არა, მაგრამ ეხმარება, ეს არის რწმენა და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ნარკოლოგიურში, სადაც მკურნალობას გადიან დამოკიდებული პაციენტები, 80% დაბადების თარიღში აქვთ 7-იანები. როგორც გითხარით და ძალიან ხშირად, ვინც არ იცის, მინდა გითხრათ, რომ მკურნალობის მეთოდში ძალიან ხშირად იყენებენ რწმენის მეთოდს, რელიგიურ მეთოდს. ეს მათ ეხმარებათ, რომ ერთი დამოკიდებულებიდან მეორე დამოკიდებულებაში წავიდნენ და ხდებიან ძალიან მორწმუნეები. სხვათა შორის ხშირად ხდება, რომ თუ 7-იანმა დამოკიდებულებას თავი დაანება, მერე იწყებს აქტიური ცხოვრების წესი ცხოვრებას, ის მიდის სპორტში და ხდება მერე სპორტზე დამოკიდებული. ეს იგივე დამოკიდებულებაა, მაგრამ ერთისგან განსხვავებით ეს უფრო ეკოლოგიურია. კიდევ რა შემიძლია, რომ 7-იანზე გითხრათ, ის ძალიან ჭკვიანია, ის ყოველთვის ფიქრობს გლობალურად, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ 7-იანისგან მოითხოვოთ დაჯდეს სახლში, გახდეს კანონმორჩილი, წესრიგის დამცველი, წესჩვეულების პატივისმცემელი. ეს მისი ლიგა არ არის, მისთვის მნიშვნელოვანია იფიქროს მასშტაბურად, მისთვის მნიშვნელოვანია იყოს ყოველთვის მოძრაობაში. ის არის ყველაზე სწრაფი რიცხვი, რაც კი არსებობს, ამიტომ თუ კი რამეს დაისახავს მიზანად, მას შეუძლია ეს ყველაფერი ძალიან მალე რეალიზებაში მოიყვანოს. ამიტომ თუ გინდათ, რომ 7-იანებო თქვენი ქალბატონებო, თქვენი პარტნიორი თუ არის 7-იანი, იყოს ჰარმონიაში, მას უნდა დაუჭიროთ მხარი, რომ ეს გლობალური იდეები, რაც მას თავში აქვს, მოახდინოს მისი რეალიზება.
თუ დაუშვათ დედებს მინდა ვურჩიო, ყავთ ბავშვი 7-იანი, მნიშვნელოვანია რომ მას ხელი შეუწყოთ, არასდროს არ ეცადოთ რომ ის გახდეს მშვიდი, წყნარი, მისთვის მნიშვნელოვანია იყოს ძალიან აქტიური და თუ მოინდომა რაღაცეების სწრაფად გაკეთება, ამაში შეუწყეთ ხელი, რადგან ნელი ნაბიჯებით სულა ეს მისი არ არის და ამის გამო ეს მასში ძალიან დიდ აგრესიას იწვევს. ამიტომ თუ შეგვიძლია რომ 4-იანისგან აგრესიას ველოდეთ და ეს ნორმალურია მისი მხრიდან, 7-იანისგან აგრესიას შეიძლება არ ელოდე და ის იაფეთქდეს რომ არც იცოდე რატომ. ამიტომ ძალიან უნდა გაფრთხილდეთ და თუ როდესაც 7-იანი ფეთქდება, უბრალოდ მიეცით მას საშუალება ყოველთვის, როდესაც არ აქვს მნიშვნელობა რომელი რიცხვის მატარებელი, როდესაც ადამიანი განიცდის ემოციურ კრიზისს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ სიტუაცია გამწვავთ. მას ყოველთვის უნდა მისცეთ საშუალება, მოცილდით, ყოველთვის უნდა მისცეთ საშუალება რომ ის დაწყნარდეს, დამშვიდეს, თორემ უფრო გამწვავებთ სიტუაციას და ეს ისევ თქვენთვის იმოქმედებს ძალიან ცუდად. კიდევ ერთი კოდი, რომელზეც მინდა გესაუბროთ, ესენი არიან ცხრიანები, დაბადებულები ნებისმიერისთვის 9-ში, 18-ში, 27-ში, ან სექტემბერს, ესენი არიან 90% სამხედროები. საერთოდ ცხრიანი არის მაშველი ენერგია, ის არის ძალიან ქველმოქმედი. თუ დაუშვათ ცხრიანი პლუსში აირჩევს ყოველთვის ისეთ პროფესიას, სადაც შეუძლია რომ ადამიანებს დაეხმაროს და როდესაც მინუსშია, ის ყოველთვის ირჩევს ისეთ სამსახურს, სადაც შეუძლია რომ თავისი აგრესია მაქსიმალურად გამოავლინოს. ძალიან ხშირად ეს პიროვნებები მიდიან სპორტში, განსაკუთრებით ბოქსში, მძიმე სპორტში. როგორც გითხარით, ისინი არიან ხშირ შემთხვევაში სამხედროები. საერთოდ ცხრიანი ნიშნავს განდეგილობას, განცალკევებას და ცხრიანებს უყვართ მათ ყოფნა, ისინი ენერგიით ივსებიან, როდესაც მარტო არიან, ამიტომ თუ შეატყეთ რომ ადამიანს, რომელიც ატარებს ცხრიან კოდს დაბადების თარიღში, მარტოა მიეცით საშუალება, რადგან ის თავისი მარტოობით იღდგენს ენერგიას, მაგრამ ძალიან ხშირად ახასიათებს, რომ როდესაც დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან საკუთარ თავთან მარტო, ეს მარტოობა, ეს სიმარტოვე მარტოობაში გადასდით, ამიტომ ზედმეტი არ მოგივიდეთ. საერთოდ როგორც გითხარით, ეს განდეგილის ენერგია და ხშირად მამაკაცები ამ კოდებით ირჩევენ სამხედრო სამსახურს და ასეთი ქალებს ასეთი მამაკაცის გვერდით უჭირთ ცხოვრება, რადგან ისინი ძალიან დიდი ხნის მანძილზე არიან ოჯახის განმოშორებით და ამას თავისი სამსახურით ამართლებენ. კიდევ ერთი მინუსი, რაც გააჩნია ცხრიანს, ეს არის ძალიან სინელე ქმედებები. თუ დაუშვათ 5-იანი, ესენი არიან ადამიანები 5-ში, 14-ში და 23 რიცხვში დაბადებულები, შეუძლიათ რომ 2 წუთში გადაწყვეტილება მიიღონ. ამას შეიძლება ცხრიანს თვეები დაჭირდეს და გადაწყვეტილება მაინც ვერ მიიღოს. კიდევ მათ არ უყვართ სიახლეები ცხოვრებაში. საერთოდ აქვთ ძალიან კარგი მახსოვრობის უნარი და როდესაც მათ ცხოვრებიდან ვიღაც ან რაღაც მიდის, ამას ფიზიკურად უშვებენ და ემოციურ დონეზე ვერა, ეს მათ გონებაში ძალიან დიდი ხნის მანძილზე რჩება. და ამიტომ თუ ძველი არ გაუშვით, ახალი თქვენ ცხოვრებაში არასდროს არ მოვა, ამიტომ ეცადეთ რომ არა მხოლოდ ფიზიკურად, ენერგეტიკულადაც ის რაც თქვენ ცხოვრებიდან მიდის აუცილებლად გაუშვათ. და კიდევ რა ხასიათებს იცით ცხრიანებს, მათ არ უყვართ სიახლეები ცხოვრებაში, მათ უყვართ ის, რაზეც ისინი მიჩვეულები არიან, ეს მათთვის გასაგებია და ამიტომ შეუძლიათ რომ ერთი დახეული წინ დიდი ხნის მანძილზე იარონ და ახალი არ შეიძინონ. ამიტომ გირჩევდით რომ ძალიან მარტივად გაუშვით ის, რაც მოძველდა და მარტივად წადით ახალში. და ეცადეთ რომ თუ დაუშვათ ცხრიანი გაღიზიანებულია, ურჩიოთ რომ წავიდეს და დაკავდეს სპორტით, როგორც გითხარით, მას ამაში ეხმარება ბოქსი და ის ამით თავის აგრესიას რაც აქვს, უშვებს და ეს მერე ემოციურად მასზე ძალიან დადებითად მოქმედებს. საერთოდ, როდესაც ცდილობთ რომ თქვენს გვერდით ადამიანები, ვისი ქცევაც თქვენ არ მოგწონთ, შეცვალოთ, დაიწყეთ საკუთარი თავით.
რადგან ძალიან ხშირად პრობლემები ჩვენშია, საკუთარ თავშია, ამიტომ სანამ სხვებში დაიწყებთ ამ პრობლემების ძიებას, ჯერ თქვენ თავში გაერკვიათ, მინდა ეს რომ გირჩიოთ და კიდე ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენი აზრი ამ ვიდეოსთან დაკავშირებით. თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევები ამ კოდებთან დაკავშირებით, ადამიანებს ამ დაბადების თარიღებით, რომლებიც ამ თვისებებს ავლენდნენ, ჩემთვის ძალიან საინტერესოა თუ დამიკომენტარებთ და ეს გამოიწერეთ გვერდი, ეს საშუალებას მოგცემთ, რომ კიდევ უფრო ბევრი საინტერესო ვიდეოს არ გამოტოვოთ და გისურვებთ ძალიან სასიამოვნო საღამოს და მომავალ შეხვედრამდე გაგოცეთ ბევრი.